ფაკულტეტების სიას ადგენდა გეშინია საბედისწერო შეცდომა არ დაუშვა. გაჩერდი, ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგება. მე მენაბდე მასწავლებელი ვარ, მეტი საინტერესო კონტენტისთვის გამომიწერე. პირველ რიგში გახსოვდეს, რომ პროგრამების არჩევაში შეზღუდული არ ხარ. შეგიძლია ერთდროულად ჩამოწერა როგორც საბაკალავრო, ისე პროფესიული პროგრამები. რაოდენობაც შეუზღუდავია. ძალიან ყურადღებით იყავი და გადაამოწმე უნივერსიტეტს, ხომ არ აქვს შიდა ზღვარი აწეული. რეალურად უნივერსიტეტს უფლება აქვს კონკრეტულ საგნებში მინიმალური გამსვლელი ზღვარი თავად გაზარდოს. ეს წინასწარ უნდა გადაამოწმო, რომ გამოცდის მიღმა არ დარჩე. დააკვირდი კოეფიციენტს. ყველა საგანს ერთნაირი წონა არ აქვს. უნივერსიტეტების საგნებს სხვადასხვა კოეფიციენტს ანიჭებენ და შენი საბოლოო საკონკურსო ქულაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული. გაუგზავნე ეს ვიდეო მეგობარს, რომელიც ახლა ირჩევს ფაკულტეტებს, მეტი საინტერესო კონტენტისთვის კი გამომიწერე.